მოგესალმებით, მე ვიცავ თორნიკე კაკალაძის, გუჯამე კუკიშვილის და ნეკანა თელაშვილის ინტერესებს. დილიდან ვარ საქალაქო სასამართლოში, იმიტომ რომ აქვთ ხოლმე ეგეთი პრაქტიკა, რომ გადმოიყვანონ ეს ადამიანები, ისე რომ არ გაგვაგებინონ, ეხლა ვცდილობთ აკეთებულების შეგროვებას ფორს მაჟორულ სიტუაციაში. ჯერ ყავთ იზოლატორებში განაწილებული საქართველოს მასშტაბით და ველოდებით აი მუდმივ რეჟიმში როდის შემოიტანენ საქმეებს სასამართლოში. უბრალოდ თქვენს რო გესმოდით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მაინც ერღვევათ ამ ადამიანებს, ჩვენ არ გვეძლება სათანადო მტკიცებულებების გაცნობის საშუალება, მტკიცებულებების მოპოვების საშუალება და პლუს ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რა სტანდარტითაც კონკრეტული პირები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. პლუს ამას არაკონსტიტუციურია კონკრეტული მუხლები სასამართლო წარდგინებით არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ ხედავთ, რომ სასამართლო ისევ და ისევ რჩება პოლიტიკური ანგარიშვალების ინსტრუმენტად. ეხლა გუში რო ადამიანი უსწავლოს გადაკეთავს და დღეს რო უკვე ციხეში ყავთ და მათი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სახლინა რო დიდძალი ქონება ამოუგეს, ჯერ რო არ დაუკავებიათ და იმის რისკზეც რო არავინ საუბრობს, რომ ვიღაცებზე ზემოქმედებას მოხდეს და მტკიცებულებას გაანადგურებს, შეუიარაღებელი თვალითაც უკვე ჩანს, რომ სისხლის სამართალწარმოება და ადმინისტრაციული სამართალწარმოება ზოგადად გამოიყენება სხვადასხვა სტანდარტით. მათი მოწინააღმდეგეების მიმართ სხვა მკაცრი სტანდარტია და მათიანების მიმართ და მათი მომხრეების მიმართ სხვა სტანდარტი. აქ აქტივისტ თუ ხელში დროშა ეჭირება, ეს უკვე დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და მათიანს პროპაგანდის ხელში თუ ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირება, ცოტა ხანში გამოვლინდა გვეტყვიან, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღი კი არ იყო, გაზის იარაღი ან სანთებელა იყო. კი ბატონო, შეიძლება თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია, როდის შეიძლება ველოდოთ მათ სასამართლო პროცესებს და როგორია მოლოდინი? აი ამბობთ, რომ რაღაცა მტკიცებულებების მოგროვების ეტაპზე ვარო, სავარაუდოდ ალბათ გულისხმობთ იმ კადრებს, რომელიც ასახავს მათ დაკავებას უშუალოდ და აი არ ვიცი, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ თუნდაც აი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ არაერთი კადრი არის ნაჩვენები პირდაპირ ეთერში, როდესაც სამოქალაქო აქტივისტების უდიდესი ნაწილი იდგნენ არა უშუალოდ გზაზე გადასულები, არამედ იქ, სადაც მოქალაქეები დგანან ხოლმე, ხო, მოქალაქეები სარგებლობენ. აი ამის მიუხედავად მაინც ხდება მათი დაკავება. როგორია თქვენი მოლოდინები ამ კუთხით? ან თქვენ რო წარმოიდგინოთ, ჩვენი მოწინააღმდეგე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც აქვს საერთოდ ყველა რესურსი და ყავს დაკავებული ადამიანები და ამ დროს იყენებენ იმისთვის, რომ შეაგროვონ თვითონ მტკიცებულებას. ჩვენ აქეთ ხარეს სამოქალაქო აქტივისტებს და ადვოკატებს ჯერ ერთი რომ დრო არ გვეძლევა და მე რომ უბრალოდ ჩვენ შუამდგომლობენ სასამართლო არ აკმაყოფილებს მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით. სტანდარტიც კი განსხვავებულია ამ შემთხვევაში მტკიცებულების და მიუხედავად იმისა, რომ თხოვთ სასამართლოში მოდით ორი დღით მაინც გადავდეთ პროცესი, რომ მან მარტო ვიდეო კადრებზე არ არის საუბარი, ასევე მოწმეები არიან ადამიანები, რომლებიც უნდა გამოიკითხონ და გავესაუბროთ, შემდეგ სასამართლოზე უნდა მოიყვანოთ. სასამართლოსაც აქვს თვითონ და უნდა კონდეს იმის ინტერესი, რომ მტკიცებულება მოიპოვოს და ყოველ მხრივ გამოიკვლიოს საქმე, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნულ ინტერესს ჩვენ ვერ ვხედავთ სასამართლოში და ვხედავთ ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც ამოძრავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის კონკრეტული პირების დასჯა. რაც შეეხება იმას, რომ მტკიცებულების წარდგენა შეიძლება აზრი არ კონდეს, ამ შემთხვევაში ვეთანხმები ნაწილობრივ აღნიშნულ პათოს, თუმცა მაინც შეიძლება სანქციის ნაწილზე რაღაც გავლენა იქონოს და ჩვენ არც ერთი ნაბიჯი უკანესი არ უნდა დავიხოთ, რომ არ ვიბრძოლოთ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა ვინმეს ცირკი ეგონოს სასამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში ადვოკატმა უნდა იბრძოლოს, უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, ამას აქვს აზრი, არა მარტო ეხლა მოცემულ მომენტში, არამედ შემდეგისთვისაც ექნება აზრი. ასე რომ გასაგებია კონკრეტული პათოსი, რითაც საუბრობენ ხოლმე ადამიანები და სამოქალაქო აქტივისტები, მაგრამ ამის იქით მაინც საჭიროა, რომ ჩვენ პირნათელები ვიყოთ და ზოგადად ვინმე ადამიანი გარეშე პირი რომ მოვიდეს დაინტერესებულია კონკრეტული საქმის გადაწყვეტილება რო წაიკითხოს, ის უნდა მიხვდეს, რომ ამ შემთხვევაში მართლები ვიყავით ჩვენ და არა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე. კი ბატონო, და შეიძლება აი როგორც პოლიტიკოს მინდა ახლა დაგისვა შეკითხვა, დღეს მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ აი გუშინდელი დღე იყო იმის დასტური, რომ 1 წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვერ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. არ შეიძლება 50 რადიკალი ძალადობდეს 1,700,000 ადამიანზეო. რა სიტყვით ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვენ? ჯერ ერთი რაღაცა რიცხვებში მაგრად ერევათ, ამბობდნენ რომ 50 ადამიანი კეტავს ქუჩასო, მაგას რო თავი დავანებოთ ახალი კანონი რა შუაში, უბრალოდ პოლიციელები შემოვარდნენ და გავეშებულებმა დაიწყეს ადამიანებს დაკავება. ამის გაკეთება შეეძლოთ 1 თვის წინას და 2 თვის წინას. მაგას კანონი არ ჭირდება, ეგ კანონი ჭირდება, უბრალოდ შირმად რომ რაღაცა თქვა, რომ მართლები ვარ ჩვენს ნაწილში და ეგეც სიმართლე არის ანტიკონსტიტუციურად კონკრეტული კანონი, რომელიც მიიღეს მხოლოდ იმისთვის, რომ უსტავოზე პროტესტი აღარ იყოს. ამ შემთხვევაში მე ვერ ხვდები რა გამარჯვებას ზეიმობს პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ადამიანი, რომელიც ორჯერ
ყავდათ პრემიერ-მინისტრად დანიშნული, ერთხელ თავდაცვის ministrად, ერთხელ შინაგან საქმეთა ministrად და დარჩენილი დროის განმავლობაში ის იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე და ააკავეს და არ დაუკავია ჯერ იმედი მაქვს რომ დააკავენ და აღიარა ის რომ ის უკანონო შემოსავალს იღებდა და აღიარა კორუფცია. ამ შემთხვევაში გონა რომ პოლიტიკური გუნდი ეხლა იმით უნდა იყოს დაკავებული თუ ადეკვატურები არიან რომ ამაზე პასუხისმგებლობას იღებდნენ და ყველა ლაპარაკობს მაგალითად რაჟდენ კუპრაშვილი მე რომ აჯარიმეს დეკლარაციის შეუსაბლობის გამო ერთხელ მაინც თუ წაუკითხავს და თუ უნახავს და რამე კითხვა თუ გაჩენია ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაზე ამ პასუხისმგებლობების ეხა მოძიებით უნდა იყვნენ დაკავებულებან სინამდვილეში ეს ნაწილი მეორე ნაწილი რასაც აკეთებენ მათ შორის იმისკენ არის მიმართული რომ ჩვენი რესურსები ამ ხალხის რაღაცა მოძიებაზე შენახვაზე და რისკების შემცირებას დაიხარჯოს და იმაზე არ დაიხარჯოს რომ ყოველთვის ვეკითხებოდეთ და ამ თემაზე უფრო მეტი პრესი მიდიოდეს რომ როგორ შეიძლება ანუ თქვენი სუსის ყოფილი უფროსი ორჯერ ყოფილი პრემიერი ადამიანები რომლებიც მთავრობაში იყვნენ თუ კორუფციონერები მოღალატეები და deep state-ის დანიშნულები იყვნენ როდის არის ის ერთი დღე ერთი წუთი ერთი კვირა ერთი თვე როცა ქართული ოცნება კარგი ხელისუფლება იყო როგორ გვიმტკიცებდა კობახიძე რომ ჩვენს ყველა ლიდერს წინოფული დაუდო ხელს არ მოკიდებს თუ მე ხელს არ მოკიდებს იმიტომ რომ იმდენი ფული აქვს სახშიო ეზარება ხა წინ დადებული ფულის სახში წაგება ამ შემთხვევაში ამაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ და ამაზეც უნდა მოვაჭიროთ იმიტომ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც რაღაცა კოგნიტური დისონანსია გასაგებია რომ გახარიაზე ჯერ სუპერძალოვანი მინისტრი იყო და მერე მისი გინება მოუწიათ მაგრამ ეხლა ღარიბაშვილზე თუ მოუწიათ ადამიანზე რომელიც ბიზნესმენის 2012 წლიდან მოყვება ეს უკვე აღარ ეგონათ ასე რომ თვითონაც დაბნეულები არიან და ეს გამარჯვების ზეიმი არის უბრალოდ ამ ყველაფრის გადასაფარად რომ თავიანთ ამორჩეულებს უთხრა რომ რაღაცა ჩვენ კი არ მარცხება სულ რაღაცა ცუდი რაღაც კი არ ხდება არა აი გამარჯვებაც გვაქვს კონკრეტული ხელისუფლება გამარჯვება დასაღებს იმას რომ ვიღაცამ თურმე რუსთაველი ვერ გადაკეტაო სრული აბსურდი კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბორის ჩელეყურუა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი ვაგრძელებთ საუბარს